ბატონია. რა ხდება? ვინ არის ეს ქალბატონი? რა ხდება? რა არის? რა ხდება და არასამთავრობოდან არის მოყვანილი. შენს უნამუსობას უნდა აეხადოს ფარდა. უნდა გავაგებინო ყველას, რომ ნაწირალა ხარ. ანუ რაღაცა ფარული კამერა, რაღაც ფრენკი რაღაცა, ხო? ხუმრობის ხასიათზეა ვაჟ ბატონი. ყველას გავაგებინებ, რომ სექსუალურად მავიწროვებ. რა სექსუალურად გავიწროვებ? ბებს ბოდავს საერთოდ რა. დავაცადოთ თუ შეიძლება, ხო? გისმენთ აბა მომახსენეთ. დიახ, გეტყვით. ყოველ დილით სამსახურში მივარებ 9 საათზე და ვამთავრებ 6 საათზე. ანუ წარმოიდგინეთ, მას უნდა რომ დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ჩემს სილამაზეს უყუროს და დატკბეს. ეს სექსუალური შევიწროვება არ არის? რა სექსუალური შევიწროვება, გოგო? სამსახურია ეს, სამსახური. ნახევარი საქართველო ესე არის სექსუალურად შევიწროვებული და მეორე ნახევარი კიდე ოცნებობს რომ ასე იყოს შევიწროვებული და კარგით. მირეკავს ხოლმე. ურეკავ? დიახ. რა გირეკავ ხოლმე ხა საიდან მოიტანე ეს რა სად გირეკავ ხოლმე? სად მირეკავ ხოლმე და თაკო შემოდი ყავა შემომიტანე, თაკო შემოდი ჩაი შემომიტანე, საბუთებზე ხელი მაქვს მოსაწერი. იქნებ მე არ მცალია და ვწუხდები. ხო ანუ სამსახურეობრივ ტელეფონზე ამბობს ხო ხვდებით რა? ნუ მიაქცევთ ყურადღება. დიახ, გასაგებია. კარგით, ჯერ დამიმთავრებია. მასთან შევდივარ ოთახში. დიახ. და ვაშლი შემომთავაზა. მე რა მოხდა რომ შემოგთავაზოთ? რა მერე? ვაშლი, ბიბლია, ცდუნება, ჩემი ცდუნება უნდოდა. ანუ გაგიზდა რა, ანუ რაღაცებს ბოდავს რა და არ მიაქციოთ ყურადღებას. იცით, მე ახლა გაკვირდებით და აქ სექსუალურ შევიწროებას ჯერ ვერ ვხედავ. თუ რამე პირადი მიმოწერა გაქვთ ან რაღაცა რომ ხელჩასაჭიდი რამე? დიახ, მაქვს. აქვს. გისმენთ? დილა მშვიდობისა ყველა მცენარის დედოფალო და უფლის იშვიათო ქმნილებავ. ბედნიერ და წარმატებულ, პოზიტივით სავსე დღეს გისურვებ. უფროსი ასე პირდაპირ გწერთ ამ ყველაფერს? არა, უფროსი არა, პირადი მიმოწერაო, ხო მითხარით? არა, მე პირადი მიმოწერა არ მაინტერესებს. უფროსზე მესაუბრეთ, ხო მე მგონი ამისთვის ვარ აქ მოსული, რომ გავიწროვებთ და სხვა რა. დიახ, გეტყვით. როდესაც მასთან შევდივარ ოთახში, ფურცლებს სხვანაირად ასტეპლერებს. ისე რომ სტეპლერს არიღებს მაგიდიდან. აი ასე. მეც ხომ ადამიანი ვარ, არა? ანუ რაღაცებს ბოდავს რა და ძალიან გთხოვთ, არ მაქვს ამდენი დრო ვმუშაობ და ძალიან გთხოვ რომ დამტოვეთ თუ შეიძლება რა და მივხედავ ჩემს საქმეს. კარგით, იმასაც ვიტყვი რომ თავის ოთახში ბოლომდე აქვს აწეული გათბობა. რომ შევიდე, დამცხეს და იძულებული გავხდე გავიხადო. მართლა? რა მართლა გოგო, რა მართლა არის რომ მცივანა ვარ და ფეხები მეყინება ხოლმე, რა მართლა? მე ადამიანი მცივანაა და ფეხებიც თუ ეყინება რა ქნას აკო. კარგით, კიდევ გეტყვით. ერთი დღეა, მოდის ჩემთან და მეუბნება. თაკო, რესტორანში გეპატიჟებიო. უფროსია რა მექნა დავთანხმდი. თან მეუბნება ლამაზი ფორმა ჩაიცვიო. როდესაც რესტორანში მივედით, ყველა ლამაზ ფორმაში იყო ჩაცმული. ყველა ჩვენი თანამშრომელი იქ დამხვდა. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, რატომ დაპატიჟა სხვები? იმიტომ რომ მე არაფერი მეეჭვა. მე კარგით, მაგრამ იმათ როგორ ვუთხრა, რომ ჩემს გამო გაერთნენ, რომ ჩემს გამო იყვნენ იქ. ხო მეწყინებათ არა? კარგით, კიდევ გეტყვით. გისმენთ. ერთ დღეს მოვიდა და ყვავილები მაჩუქა და როდესაც მე ვუთხარი. ისტერიკა რომ არ ამეტეხა, სამსახურში ყველა გოგო საჩუქა. გოგო 8 მარტი იყო და იმიტომ ვაჩუქე ყველა გოგოს. ყოველ წელს 8 მარტია? ხო, ყოველ 8 მარტს 8 მარტია, ხო? არა, გისმენთ. და ნამდვილად არსებობს საფუძველი იმის, რომ საქმე აღიძრას. დიახ. ყველაფერი ჩავიწერე, შეგიძლიათ უთშივლოთ. უსაფუძვლო ცილისწამების გამო და ბრალდების გამო. დიახ, მითხარით აბა როგორ ხდება ეს ყველაფერი? კი ბატონო, გეტყვით, მაგრამ ჩემს საკონტაქტოს დაგიტოვებ და დამიკავშირეთ აუცილებლად. კი ბატონო. დიახ, დამიწყეთ. ვერ ხვდები რა შეა საქმე? გვაცადეთ უკაცრავად. ერთი წუთი რა გიხოცები რა. კარგი, დაგიკავშირდებით აუცილებლად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ერთი წუთი შენ ახლა ეს ქალბატონი გააცილე, მერე ჩემ კაბინეტში შემოხვალ. საქმე მაქვს. აი,